აი რა ვიცი, ხა თითქოს ჩემი მინისტრები იყვნენ ისინი ციხეშროს ხედან, ახლა ჯანდაცვის მინისტრი, იმის რა ქვია, თავდაცვის მინისტრი უნდა დამესვა. თუ აი ამდენი ხნის მანძილზე ყველა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იყო დამნაშავე კორუფციონერი, პასუხისმგებლობა ვისია. იგივე თქვენი პარტიის ლიდერის შემთხვევაში, ხო? დაუშვათ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ყველანი გამოვიდნენ და გახარიას დასაცავად დადგნენ. მე ისიც გვახსოვს, როდესაც ყველანი გამოვიდნენ და პირიქით. გახარიაზე, რა ვიცი, მე ალბათ ლეგენდები შექმნეს კი. გაიმეტეს. აი სად არის და ვისთან უნდა მივიდეს ეს პასუხისმგებლობა? ანუ გამოდის საკადრო პოლიტიკა რო ვარ გაც? თუ რა ვისთან მიდის ეს პასუხისმგებლობა? თითოეულ მათგანთან მიდის ეს პასუხისმგებლობა. როგორ გითხრათ, აი ძალიან საინტერესოა. მე ხო მაგალითად არ გაურბივარ ჩემს იმას, რომ რაღაც ვუჭერდი ამ ძალას მიუხედავად უამრავი ხარვეზისა მათ მმართველობაში, ხარს ვუჭერდი ამ ძალას, იმიტომ რომ ხედავდი რაღაცა სადღაც სწორად, რაღაც სწორ მხარეს მიდიოდნენ, სანამ საერთოდ არ გაგიჟდნენ და საერთოდ მეორე მხარეს არ წავიდნენ. ხო და ეგეც ძალიან საინტერესო კითხვა დასვით. ამას რო გეუბნები, კაცო, ახლა ეს თქვენი პარტიის მინისტრები არ იყვნენ? აი თქვენი პარტიის პრემიერ-მინისტრი არ იყო, ციხეში რო ყავთ ახლა კორუფციის გამო, თქვენი პარტიის მინისტრები არ იყვნენ, ჯარს რო პარავდნენ, თქვენი პარტიის მინისტრები არ იყვნენ, ჯანდაცვიდან ფულს რო იპარავდნენ. ანუ რა ვიცი, კახკალაძე რომელი პარტიის წარმომის არის, რა ვიცი, დედაქალაქის მერი. მისი თანამშრომელი ბაღების უფროსი რო მას ბავშვებს პარავდა ფულს. მიუსაფრებისთვის მაგალითის ხო და ნახე და მე მოდიოდა კიდე მე თურმე ესენი მართავენ ქვეყანას რატომ არ იღებენ პასუხისმგებლობას ხო და ამას ვკითხე რომ რა პრობლემა არის თქვენი არაკომპეტენტურობის ბრალია ანუ გეუბნები რომ კორუფცია ვერ ხედავ სანამ არ ვიცი რა მოხდება იქ და რატომ დაფიქრდით ახლა რომ გადანაწილება იქნა როგორ დავიჯერო რომ ესენი ახლა რეალურად მართლა ამ იდეისთვის კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოსთვის იბრძვიან ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი მანდ ან მეორე თემა არის ხო მლინკნელი ხარ ფარისეველი ხარ და რა ვიცი მონური ფსიქოლოგია გაქვს და სანამ ზევიდან არ გეტყვენ ახლა კორუფციაზე დაიწყე ლაპარაკი და შენ ამას შვიდად იტან ხო მაშინ ფაქტობა არის ფარისევლობა არის ან არაკომპეტენტურობა ან შენ ვერ ხედავ კორუფციას და მე ზევიდან რომ დაგავალეს რომ დაინახე ან ხედავ მაგრამ ჩუმად ხარ იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფარისეველი ხარ მონახარ ჩვეულებრივი სხვა რა ვერსია შეიძლება იყოს აი თუ იცი აი აღა კორუფცია ხდება ან ვერ ხედავ ამ კორუფციას ან ხედავ და ჩუმად ხარ ხო მაშინ მე რატომ არ ამბობ როდესაც შენ თანამდებობისკენ ხარ და ყველაფერი შენ გეხება რა თქმა უნდა ან ხედავ და ჩუმად ხარ და რომელი უფრო დიდი დანაშაულია